წინა ხელისუფლების დროს თანხების უკანონო ხარჯვასთან დაკავშირებით ორგანიზაციის ადამიანი კანონი თავისუფლება თავმჯდომარემ გიორგი ჭულუხაძემ ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, დღეისათვის კვლევა დასრულებული არ არის, მაგრამ გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი. Როგორც ანალიზის პროცესში გაერკვა, კომპანია IPR საზოგადოებრივი კვლევების ინსტიტუტის დამფუძნებელი და 50%-იანი წილის მფლობელი მაშინდელი ხელისუფლების წევრი და ყოფილი მინისტრი გიორგი არვალაძე იყო. სწორედ ამ კომპანიის გასხვისება მოხდა 2012 წლის 1 ოქტომბერს სიმბოლურ ფასად 250,000 ლარად ლიტვის მოქალაქეზე. ორგანიზაცია განაგრძობს კვლევას და 2013 წლის მონაცემებს საზოგადოებას უახლოეს მომავალში გააცნობს. პრეზიდენტის ფონდიდან და მთავრობის ფონდიდან გადარიცხული თანხა 200,000 ლარამდე, ასევე გრინბერგთან დაკავშირებით 1,600,000 ლარი, ხოლო ითაკა ჯგუფთან, რომელიც ასევე გადარიცხულია 9,500,000 ლარზე მეტი, ხოლო ეს ითაკა ჯგუფი უშუალოდ ემსახურებოდა საერთაშორისო ასპარეზზე ლობირებას წინა ხელისუფლების.